მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი და სამოტივაციო ვლოგით. ამჯერად ვალაგებ საძინებელს, უბრალოდ დალაგება არ არის, მინდა რომ გადავაკეთო, რადგან დღეს გამიჩნდა სურვილი გაბრიელი გადამეყვანა აკვანიდან დიდ საწოლში. აქამდე იძინებდა აკვანში, სიმართლე გითხრათ, აკვანი არ არის პატარა, არ დაუპატარავდა, 1-2 თვე კიდევ დაიძინებდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ ნახევარ წელიწადში გაბრიელი ბაღში უნდა შევიდეს და რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ამის გამო მინდა რომ თვითდაძინებას მივაჩვიო, ასევე მინდა რომ მივაჩვიო დამოუკიდებლად ჭამას, რადგან დარწმუნებული ვარ ბაღში თუ შესთავაზებენ და არ შეჭამს, არავინ არ დააძალებს, არავინ არ აჭმევს და არავინ არ იფიქრებს იმაზე, რომ ბავშვი მშიერი დარჩა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ადრე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დავაგვიანე, რადგან დრო ისე სწრაფად გარბის, თითქოს გუშინ დაიბადა და დღეს უკვე თითქმის 6 თვისა. უკვე იმაზე ვფიქრობ, ბაღში როდის მივა, რომელ ბაღში შევა და ასე შემდეგ. მოკლედ, მინდა რომ ყველაფერს მივაჩვიო, იყოს რაც შეიძლება დამოუკიდებელი თავისი 1 წლის ასაკისთვის. არ ვიცი ჭამას როგორ მივაჩვევ დამოუკიდებლად, რადგან ნიცა და გოჩა არ მყავდა ასე გაზრდილი, ორივეს თითქმის 3 წლამდე ხელით ვაჭმევდი საჭმელს, რადგან არ მიყვარს, როცა თვითონ ითხუპნიან ბავშვები საჭმლით და აქაც-იქით თხრიან მერე ყველაფერს, ამის ყურება არ შემიძლია მართლა, მირჩევნია რომ უცებ მე თვითონ ვაჭამო, შვიდად წყნარად სუფთად, ვიდრე თვითონ მოითხვარონ და მოისვარონ. არ ვიცი, ალბათ სხვის ბავშვს რომ ვუყურებ, როცა ჭამს თვითონ და ისვრის და სვრის იქაურობას, არ ვიცი, ალბათ მინდა რომ ვეცე და მე თვითონ ვაჭამო. ხშირად მინახია ბავშვები გარეთ როგორ ჭამენ იოგურტებს და რაღაცეებს, მშობლები რომ აძლევენ ხელში და მოთხრილი აქვთ ყველაფერი, აი გული მეუბნება მიდი და აჭამე უცებ, მოასუფთავე და დასვი. მოკლედ, რადგან არ უნდა ძნელი იყოს ჩემთვის, საჭიროა, მართლა საჭიროა, რადგან არაერთი ბაღი გვაქვს გამოვლილი, არა იმიტომ რომ უკმაყოფილოები ვიყავით, უბრალოდ მოგვიწია გადასვლით. ზოგ ბაღში არ ჰქონდათ იმის ადგილი, რომ მთელი დღე ყოფილიყო ბავშვი და ამის გამო რამოდენიმე ბაღი გვაქვს გამოცვლილი და უკვე ვიცი როგორი სისტემა აქვთ. აქაურ ბაღებს ძილითაც არავინ დააძალებს, თუ ბავშვს უნდა დაძინება, ნებისმიერ დროს თვითონ მივა სადმე დაწვება და დაიძინებს. მართლა სადმე დაწვება და დაიძინებს. როგორც ხედავთ, გაბრიელმა გაიღვიძა 15 წუთიანი ძილის შემდეგ და საერთოდ არ სძინავს, აი მთელი დღის მანძილზე თითქმის არ სძინავს, სულ ყურადღება უნდა, ამის გამო ვერ ვახერხებ ვიდეოების ჩაწერას და დღეს რომ გადავხედე ჩემს არხს, ბოლოს თითქმის 10 დღის უკან მქონდა ვიდეო გადაღებული და ასე მეგონა რომ 2-3 დღე იყო გასული. მოკლედ, დრო კი არ მიდის, დრო მიფრინავს. აკვანი გადავიტანე მისაღებ ოთახში, ჯერჯერობით იქ იქნება, ხანდახან ალბათ მისაღებ ოთახშიც დავაძინებ ხოლმე. კარგად რომ მიეჩვევა თავის დიდ საწოლს, უკვე მთლიანად ავიღებ აკვანს, სადაცაა ბავშვები მოვლენ სკოლიდან და მოვამზადებ რაიმე ხემს ბავშვებისთვის, შემდეგ დაიტოვებენ ალბათ გაბრიელს და მოვამზადებ სადილს ჩვეულებრივ. დავიწყოთ ბავშვებისთვის მომზადება, მინდა რომ მოვამზადო ისპანახის ხვეულები, აქ მაქვს ისპანახი, აქ არის უკვე გატარებული მოხარშული ისპანახი, ჩავახეხავ ყველს, მე დღეს ჩავახეხავ ფეტა ყველს, ასევე უხდება მოცარელაც და ნებისმიერი ყველიც და დაგვჭირდება ასევე
მზაცომები, ფენოვანი და 2 კვერცხი. ერთი კვერცხის გული გვჭირდება ზემოდან წასასვლელად, ხოლო ერთი კვერცხი შედის თვითონ გულში. მე ერთი კვერცხის გულს ვტოვებ ცალკე და ცილასაც ვამატებ შიგნით გულსარდში. ყველაფერს კარგად ამოვურევ. მარილი ჩემ შემთხვევაში არ დასჭირდა, რადგან ყველი საკმაოდ მლაშეა. შემდეგ ვჭრი გრძლად ცომს, შიგნით ვდებ ისპანახს და ვახვევ. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ვიდეოში კარგად ჩანს მომზადების პროცესი. იგივე პრინციპით შეგიძლიათ ნებისმიერი გულსართით მოამზადოთ, ასევე შესაძლებელია კარტოფილიანი გულსართით, ისევე როგორც ვამზადებთ კარტოფილიან ღვეზელებს, ოღონდ ასე რომ გადავახვიოთ. ასევე გასინჯული მაქვს, ჩვენთან მაღაზიებში იყიდება მარტო ყველით, ოღონდ სხვანაირ ყველს უკეთებენ, რომელიც არ იწერება და ვფიქრობ, რომ უგემრიელესი იქნება მხოლოდ მაცარელით. სხვათა შორის არასდროს მიცდია ვამზადებ მხოლოდ ასეთს ისპანახით და ასევე მაქვს გასინჯული ხორცითაც. ფარში არის ჯერ შემწვარი ტაფაზე, მოკლედ როგორც ბლინებს რომ ვამზადებთ ხორციანს, ასეთივე შიგთავსით, ასევე ძალიან გემრიელია. ჩემს ხვეულებს შემდეგ ზემოდან წავოსვი კვერცხის გული და მოვაყარე სეზამის მარცვლები, გამოვაწყე 180 გრადუსზე, სადღაც 15-13 წუთი სჭირდება, მოკლედ დააკვირდით თქვენს ღუმელს და რომ შეწითლდება, უკვე მზად არის. რადგან შიგნით შიგთავსი მზად არის, უბრალოდ ზემოდან ცომი უნდა კარგად შეიწყვას. ჩემი ხვეულებიც გამოცხვა, ბავშვებიც მოვიდნენ უკვე სახლში, ახლა მიირთმევენ, შემდეგ დავუტოვებ პატარას და გავაგრძელებ ისევ დალაგებას. ვფიქრობ, რომ დილიდანვე რომ გამეკეთებინა ეს საქმე, აქამდე მოვრჩებოდი, მაგრამ 2 წუთი ზედმეტად თუ სძინავს ამ ბავშვს, ისეთი აზრები მომდის ხოლმე თავში, რომ მერე ვიღა გამაჩერებს. როგორც ხედავთ, გარეთ ჩამოვნელდა, რადგან ახლა არის უკვე 5:30 და ვაგრძელებ ისევ დალაგება გადაკეთებასთან, ყველგან ასე ნაწილობრივ ვამტვერსასრუტებ და ვწმენდავ იატაკს, შემდეგ გადამაქვს ნივთები აქეთ-იქით, რადგან ოთახი პატარაა, ძალიან ბევრი ნივთია და მინდა რომ ყველგან იყოს გაწმენდილი იატაკი და გამტვერსასრუტებული, სანამ რაიმეს დავდგავ იმ ადგილზე. ასევე მინდა რომ ეს ყველაფერი, რაც შიგ საწოლში დევს, გავრეცხო, ასევე ფარდაც მოვხსნა. როგორც გახსოვთ, ნათურებიც მქონდა დამაგრებული და ამჯერად ვფიქრობ, რომ ნათურებს ჯერჯერობით არ დავამაგრებ, რადგან არც თუ ისე ფუნქციურია, ხანდახან ვანთებდით, კი ლამაზია, მაგრამ ხშირად არ ვიყენებთ და ვფიქრობ, რომ ზედმეტია და ზედმეტად მტვერს იღებს. მინდა რომ ეს ყველაფერი გავრეცხო, რაც შიგნით არის მოთავსებული, ასევე დღესვე გაშრება, რადგან ჩავდებ საშრობ მანქანაში. სხვათა შორის ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა საშრობთან დაკავშირებით, ღირს თუ არა შეძენა და გეტყვით რომ ღირს, რა თქმა უნდა ღირს, განსაკუთრებით ზამთარში. მთავარია რომ პროგრამა იყოს სწორად შერჩეული, ყველაზე სწრაფი რეცხვა კი არა, ყველაზე სწრაფი გაშრობა არის საათნახევრიანი, რომელსაც მე პირადად ძალიან ხშირად ვიყენებ. საათნახევარში თითქმის მთლიანად შრება ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში მთლიანად არის მშრალი, ხანდახან, აი მართლა სიმართლეს გეტყვით, იშვიათად თუ არის რაიმე ოდნავ ნესტიანი. მაგალითად, მთლიან სარეცხში შეიძლება იყოს ერთი ჯინსის შარვალი ოდნავ ნესტიანი, ან და
ზედებს ჰქონდეთ მკლავები მხოლოდ ნესტიანი ან რაიმე მსგავსი, ვიღებ უბრალოდ ვდებ აქეთ-იქით, უბრალოდ სკამებზე გადავკიდებ დივანზე და 1-2 საათში უკვე მშრალია. ხშირ შემთხვევაში საღამოს გადავკიდებ ხოლმე ასე და დილით უკვე მშრალს ვიღებ. მოკლედ, რა შედარებაა მართლა იმასთან შედარებით, რომ სახლში ვაშრობდი ან გარეთ ვაშრობდი, მართლა ძალიან დიდი შედარებაა და უკმაყოფილესი ვარ საშრობის. თან საშრობის შემდეგ ტანსაცმელი არის რბილი, ფუმფულა, თითქოს ახალი ნაყიდია, განსაკუთრებით პირსაწმენდები, 6 წლის ნახმარი პირსაწმენდები, რომლებიც უკვე ისეთი გათხელებული იყო, მე მეგონა რომ გათხელებული იყო და შეცვლას ვაპირებდი წელს, უფუმფულესი გახდა, არ ვიცი, თითქოს ახალია და ახალი ნაყიდია. ყველაფერი არის რაღაც სხვანაირი, ხელს რო კიდებ მართლა ეტყობა, რომ სხვანაირად არის გაშრობილი. გადავიდეთ ისევ ჩემს საძინებელზე, გამახსენდა რომ გქონდა ასეთი სპილოს ფარდა და ეს ფარდა არ არის, ეს არის პლაკატი და იდეალურად მოუხდა. მოკლედ, ნივთები რაც ჩავიტანე დაბლა გასაშრობად კი არა, გასარეცხად, საშრობში მქონდა კიდევ დილანდელი სარეცხი, ამოვიტანე და ასე ვამოწმებ ხელით გაშრა თუ არა. ამჯერად ყველაფერი მშრალი იყო, ბარემ ესეც მოვიშორე და დავკეცე ეს სარეცხიც და დანარჩენი უკვე კადრს მიღმა გავაკეთე, რადგან როგორც ხედავთ პატარა არ ისვენებს ერთ ადგილას, მართლა ერთ ადგილას არ ისვენებს, სულ ხელში უნდა და სულ ყურადღებას ითხოვს. ესეც უკვე ბოლო შედეგი, ასეთი გამოვიდა ახლა ჩემი საძინებელი, აქვე დევს გოჩას სავარძელი და გოჩას სავარძელიც იდეალურად ეტევა გაშლილ მდგომარეობაში, ნახევრად მოდის ბავშვის საწოლამდე. იქ გვერდზე დევს სათამაშოები გაბრიელის და ჩანთები, ესეც საწოლი და ხვალ აუცილებლად ორთქლის უთოთი დავაუთოვებ ამ ფარდასაც, რომ უფრო ლამაზად იყოს და სულ ეს იყო. ახლა მოვამზადებ სალათას, ეს სალათა არის პირადად ჩემთვის, რადგან დიეტაზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვეა დიეტაზე ვარ და 1 კილოც არ მაქვს დაკრებული, არ ვნებდები და ვაგრძელებ ჩემს სწორკვებას. ჩინური კომპოსტო დავჭერი წვრილად, ასევე ჩავახეხე სტაფილო და დაგვჭირდება მოხარშული კვერცხი. კვერცხის ცილას ვჭრი წვრილად და ვუმატებ სალათაში, ხოლო კვერცხის გულისგან ვამზადებ ტოპინგს ზემოდან მოსასხმელად. კვერცხის გულს დავუმატე 2 სუფრის კოვზი დაბალპროცენტიანი არაჟანი, ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით, 1 სუფრის კოვზი მდოგვი და 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი. კარგად გავთქვიფე ხელის ბლენდერით, ზემოდან მოვასხი სალათას, ამოვურიე და სალათაც მზად არის. ასევე შეგიძლიათ ციმინდი დავუმატოთ გემოვნების მიხედვით და კიტრი. უგემრიელესია, ასევე შეგიძლიათ საღამოს მიირთვათ, რადგან არის ძალიან დაბალკალორიული. საღამოს მოვამზადე ეკლერები, ამ ეკლერების რეცეპტი მიდევს ჩემს არხზე, როგორც ხედავთ, ნახევარი აღარ არის, რადგან დიეტაზე მხოლოდ მე ვარ. მე კი აქ დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.